სამშობიარო ფერომედის მშობელთა სკოლაში გაიმართა ღიაკარის დღე, რაც მოიცავდა სემინარს თემაზე ორსულობა, ჯანმრთელი ორსულობა და მშობიარობა. ეს სემინარი მოიცავდა თემებს იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს ორსულობა, რა ცვლილებები მიმდინარეობს ქალის ორგანიზმში ორსულობის დროს, როგორი უნდა იყოს ორსულთა კვება, ჰიგიენა, თუ მავნეჩვევები რა ზეგავლენას ახდენს, უარყოფით ზეგავლენას ორსულობის მიმდინარეობაში, მშობიარობა, როგორ იმართება მშობიარობა, საკეისრო კვეთა, შემდეგ მშობიარის მოვლა, ლოგინობის ხანაშიც, ბავშვის მოვლა, ჰიგიენა და ასე შემდეგ. ორსულებს ყველას აინტერესებს უამრავი კითხვები ორსულობის მიმდინარეობის შესახებ. ჩვენ შევძელით და ვეცადეთ, რომ ყველა ეს კითხვა დაგვეკმაყოფილებინა, სრულყოფილად გაგვეცა პასუხი მათთვის. ვფიქრობთ, რომ საინტერესო იყო. ეს სემინარები გაიმართება მომავალშიდაც, უფრო მეტად საინტერესო თემებზე. ჩვენი მშობელთა სკოლა ემსახურება დედისა და ბავშვის ურთიერთობას ჩასახვის მომენტიდან მთელი ორსულობის განმავლობაში, რომელიც სრულდება ძალიან კარგი ნაყოფით. და აი ეს ურთიერთობა სწორად განაპირობებს იმას, რომ დედა იყოს უშუალოდ ჩართული არადაბადების მომენტის, მერე ჩვილის აღზრდაში და მის განვითარებაში და ჩამოყალიბებაში, არამედ უკვე მუცლად ყოფნის პერიოდში და იმ დროში, რა დროსაც ის ნაყოფი გაივლის დედასთან პერიოდს მუცლად ყოფნის დროს. ძალიან კარგი, ასე რომ ვთქვათ, საკითხები, აქტუალური საკითხები განიხილება დღევანდელ ჩვენს შეხვედრაზე და ეს არ იქნება პირველი, ექნება ძალიან ბევრი ხასიათის შეხვედრებს უგეგმავთ სხვა თემებთან დაკავშირებითაც და ველოდებით არა მარტო ჩვენ ორსულებს, ყველა ქალაქის მაცხოვრებელი იქნება თუ გარენის ყველას ველით სიხარულით, ანუ დასწრება არის უფასო და აქტუალური საკითხები იქნება აქცენტირებული. ფერომედის სამშობიაროში ფუნქციონირებს ორსულთა ანტენატალური მეთვალყურეობის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს, რომ აუფასო ვიზიტს. ასევე ჩვენს კლინიკაში არის მშობელთა სკოლა, სადაც ორსულებს ეძლევათ ყველანაირი ინფორმაცია მშობიარობაზე და მის შემდგომ პერიოდზე. ჩვენს კლინიკაში მშობიარობა და საკეისრო კვეთა არის აბსოლუტურად უფასო, ამიტომ ველოდებით ყველას, ვისაც აქვს სურვილი და ვისაც უნდა რომ გააჩინოს ახალშობილი და იყოს ჯანმრთელი დედა და ახალშობილი ჩვენ კლინიკაში. კი, სხვათა შორის ქუთაისიდან გადმოვედი აღრიცხვაზე და ძალიან კმაყოფილი ვარ. არა იმით, მოკლედ შემოსვლის დღიდან იმდენად კმაყოფილი ვარ, რომ აი თითქმის ყველას გავაგებინე, ვინც თანაცხელი მიმიწვდებოდა, იმიტომ რომ უზომოდ ძალიან დიდი ყურადღება არის თვითონ მთელ გუნდს ვუხდი მადლობას, არა მარტო ეხლა ყოველთვის ვცდილობ ხოლმე გამოვხატო. ყურადღებასთან ერთად არის მოწესრიგებულობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის და ორსულისთვის თითოეულ დეტალზე კითხვა და პასუხის დაბრუნება უკავშირი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამასაც ძალიან დიდ პატივს ყველასგან და მოლოდინი ის მაქვს, რომ მინდა ჩემი შვილი ძალიან ჰარმონიულად ბედნიერად და ლაღა დაიბადოს და რასაც ხედავ ამ გარემოში და ეს მოლოდინი მაქვს აქედან. ჩემი მხრიდან რაც შემეხება, რა ვიცი, ვცდილობ რომ მე თვითონაც განწყობა ისეთი შევიქმნა, რომ ეს ყველაფერი ჩემგანაც იყოს და მათგანაც. ეს მქონდა ძალიან დიდი სურვილი, მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ინტერნეტ სოციალურ ქსელებში ძალიან დიდი მიწვდომა გვაქვს, ყველანაირი ინფორმაცია მოვიძიოთ და ყველაფერი, ეს გვეხმარება უფრო უშუალოდ უფრო ახლო კავშირი გქონდეს და გავიგოთ როგორც მშობელმა, როგორც ბავშვის მხრივ რა გავაკეთოთ და ჩემთვის ეს ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯია და კი მოხარული ვარ ამ პატიჟებისთვისაც.